მამისათა, დადისათა, დაწმენდისა, სულისათა, აზ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ გილოცავთ განცხადებას უფლისა და ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უდიდესი დღესასწაულია. ძნელია საერთოდ გამოხატო ადამიანმა სიტყვებით ის მადლი და წყალობა და სიხარული, რომელიც მოაქვს ნათლისღების დღესასწაულს. საერთოდ ეს ორი კვირა ეწოდება ორ კვირას შობიდან ნათლისღებამდე უფლის დღეები ეწოდება, იმიტომ რომ 3 დღე დღესასწაულია შობა, წინა დაცვეთა და ნათლისღება და წმინდა დღეებად ითვლება. თუ შობისას ყრმა გამოგვიჩნდა, ეხლა მაცხოვარი უკვე დასრული შემოდის ამ ქვეყნად, ახლა იწყება მისი ქადაგება და ადამიანთა გამოხსნისათვის. თუ შობას გამოგვიჩნდა და ნახეთ ჩვენ განკაცებული ღმერთი, რომ ღმერთმა ადამიანური სხეული შეისხა, დღეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად განცხადა წმინდა სამება და გამოეცხადა ადამიანებს, რომ წმინდა სამება ჭეშმარიტი ღმერთი და მასშია მხოლოდ ცხონება, მასშია მხოლოდ განწმენდა, მასშია მხოლოდ კურთხევა. ძე ნათელს იღებს, სულიწმინდა გარდამოდის და დაადგრების მას თავზე და მოისმის ხმა ზეციდან, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ეს არის განცხადება წმინდა სამებისა. დღეს გამოუჩნდა მთელ სამყაროს, რომ წმინდა სამებაა ჭეშმარიტი ღმერთი. მხოლოდ მისი თაყვანიცემით შეიძლება ადამიანი განეწმინდოს და მხოლოდ მისი შეიძლება შეუერთეს მარადისობას. დღეს ასევე უდიდესი საიდუმლოებაა, როცა მაცხოვარი წყალში, წყალი საერთოდ არის უდიდესი სტიქია, უნიშნელოვანესი, რომელსაც ღმერთი იყენებს შესაქმისას. გახსოვთ ალბათ ბიბლიის პირველი სიტყვები, სადაც წერია, რომ სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა და ამ წყლისაგან შექმნა შემდეგ მთელი სამყარო ღმერთმა. წყალი მისტიური სხეულია და ამავე წყლიდან ის ამზადებს ახალ შესაქმეს, ახალ განწმენდას ადამიანისა. წყალში დღეს იქნება ახალი ადამიანი, ცოდვით დადრგუნული, ეშმაკის მიერ შერცხვენილი და მონა სიკვდილისა, მონა ცოდვისა. დღეს იქნება თავისუფალი, დღეს განეწმინდება, მაცხოვარი შედის წყალში და აძლევს მას ძალას, კურნევისას, მადლისას, წყალობისას, რათა აღდგეს ადამიანში ახალი ცხოვრება, პირველი ადამის სამოსი შეიმოსოს ადამიანმა. დღეს ადამიანი იმოსება ადამის სამოსით. სამჯერ მაცხოვარი ჩადის წყალში, ერთხელ ჩვენ სამჯერ ვინათლებით, მაცხოვარი ერთხელ და როცა ჩავდივარ წყალში, მაშინ ცოდვა კვდება, ადამიანი ამოდის ახალი ცხოვრებისათვის. დღეს დასტურად, გარეგნული დასტურით, ღმერთი გარეგნულ დასტურსაც გვაძლევს იმისა, თუ რა ხდება დღეს ცათაშინა, სამყაროში, კოსმოსში, როგორ იკურთხება, წყლით იკურთხება მთელი კოსმოსი. და ხილულ დასტურსაც გვაძლევს დღეს წყალი ჩვენ მიერ, ცოდვილი ადამიანების მიერ ნაკურთხი წყალი, არც ვერცხლის ჭურჭელი გვაქვს და არც რაიმე განსაკუთრებულ ჩვეულებრივში ვაკურთხებ და იძებს უხრწნელებას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლითაა და უფრო მეტი ჩვეულებრივი მაკურნებელი თვისებაა გამწყალს. და ასე გვასწავლიან მამები, ძმებო და დებო, წყალმა შეიცვალა ბუნება, არ გაიხრწნა და ჩვენ უნდა შევიცვალოთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცვლებით. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიცვალოთ ვიდრე წყალი. იმიტომ რომ თუ მოგვანიჭა ეს განახლება და ახალი ცხოვრება, ახალი სახე ქრისტეში ამდგარი მოგვანიჭა ჩვენი ცოდვების, ეგოიზმის, დაცემულობის გამო, ამას ყველაფერს მაინც ვაჩერებთ. ჩვენ ზღუდავთ, კედელს აღმართავთ, რომ ეს მადლი იმოქმედოს ჩვენში. მამები ამბობენ, რა არის ყველაზე დიდი მტერი ადამიანისა. ზოგი ამბობს ეშმაკი, ზოგი ამბობს
და სხვადასხვა მიზეზებს ამბობს, მაგრამ არა ისინი ამბობენ, ყველაზე დიდი ეშმაკი არის ადამიანის ხასიათი. მისი ამპარტავნება, როცა ადამიანს არ უნდა რომ თავი დააღწიოს აქედან. ის ადვილია გარეგნულად შემოსვა ქრისტიანობისა და გარეგნული სახეს. ამაზე მსახიობებიც აკეთებენ. მსახიობმა ეხა მაგალითად პაისის როლი ითამაშა, რო შეხედო გეგონება მართლა პაისი არის. მაგრამ რეალურად ხო არ არის, ეს ხო თამაშია. წარმოიდგინეთ, ითამაშა. ასე შეიძლება ვითამაშოთ ჩვენ ქრისტიანობა, მაგრამ გულს ვერაფერს ვერ უზამს ადამიანი. აი ეს გული არის საყდარი, ეს არის ტაძარი ღვთისა. ის უნდა განიწმინდოს. თუ არ არის გული განწმენდილი, თუ ადამიანი გულში არ შეიმოსება ქრისტეს თვისებებს, სიმდაბლეს, სიყვარულს, თუ სიგლახაკეს, თუ ადამიანი არ იგრძნობს სიგლახაკეს, უბადრუკობას ღმერთის გარეშე, მისი განახლება არ დაიწყება, დებოდა ძმებო. თუ გინდა 10 ლიტრი წყალი წაიღე ნაკურთხი და ყოველდღეს სვით 2 ლიტრი. არ განახლდება ადამიანი. თუ გული ქრისტიანის არ გახდა ქრისტიანი. თუ ნამდვილად არ შეუდგებით მდაბალ ქრისტეს. ქრისტე მდაბალია, შენ ამპარტავანი ხარ და რანაირად შეუდგები ქრისტეს. ქრისტე მოწყალია, ქრისტე მლოცველია, ქრისტე მოსიყვარულია, ქრისტე შემდობია, ქრისტე ივიწყებს ყველა შენ ცოდვას. რამდენი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანი, ყველაფერს ივიწყებს თუ სინანულიკა. ჩვენ არასდროს არავის არაფერს არ ვუვიწყებთ. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი გვახსოვს. ჩვენ არასდროს არავის არ ვპატიობთ. იმიტომ რომ პატიობ გარეგნულად, როგორც ამბობენ, პატიობ, შეგინდო, მაგრამ შენ დანახვა არ მინდა. ეს არაფერი პატიება არ არის, დებოდა ძმებო. ამიტომ დღევანდელი დღესასწაული გვასწავლის, რათა ყველაზე მთავარს მიყვედოთ, ყველა საშუალება გაგვაჩნია ჩვენ. ნათლისღება, ზიარება, აღსარება, ლოცვები, ღვთისმსახურება იმისთვის, რომ მივიღოთ შინაგანი განწმენდა. შინაგანი განწმენდა, რომ ჩვენი გული გახდეს ტაძარი. ტაძარი ღვთისა, ის არის ტაძარი ღვთისა, ოღონდ შებილწული. გახდეს წმინდა ტაძარი, სადაც დაივანებს სულიწმინდის მადლი და თუ დაივანებს სულიწმინდის, ადამიანი მიიღებს სიმტკიცეს, სტაბილურობას, განწმენდას, სიმშვიდეს, ცხოვრებისეულს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ და ღმერთ